ზღუდერის წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა გაანადგურეს, მივიდნენ, დაანგრიეს და მის ადგილზე დაიწყეს რკინა-ბეტონის და ბლოკის კონსტრუქციების აშენება. ოღონდ ეს მოხდა 1 წლის წინ. რომ არა 3 დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე ადამიანებს დახვდათ რკინა-ბეტონის მონოლითის და ბლოკის კონსტრუქციები. არავინ ამაზე არაფერს იტყოდა. არც საპატრიარქო, რომელიც ამ მომენტამდე დუმს მიუხედავად იმისა, რომ ჯაღმაიძეს ყველაფერზე გააჩნია თავის კომენტარი მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე და მისი სამსახური, დუმს ხუროთმოძღვრების საბჭო, აბა ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი, რომელსაც ვალდებულება აქვს ასეთ საკითხებზე რეაგირება ჰქონდეს, მთლიანად საპატრიარქო დუმს და დუმს სააგენტო, რაც მთავარია, რომელსაც კანონის მიერ ვალდებულებები გააჩნია, რომ რეაგირება ჰქონოდა მაშინ 1 წლის წინ, როცა ამის შესახებ გაიგო. 1 წლის თავზე, მას შემდეგ აქვეყნებს განცხადებას, სამარცხვინო განცხადებას, რომ მათ 1 წლის წინ ამის შესახებ იცოდნენ, მიმართეს მშენებლობის პროცესის გაჩერების მოთხოვნით და არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი მე-6 საუკუნის ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის, ანუ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. და თურმე 1 წლის მანძილზე, ვიდრე იქ ადამიანები არ მივიდნენ და დააფიქსირეს ნანგრევების ადგილზე მშენებლობის გაგრძელება, ამათ უბრალოდ აღანაირი მონიტორინგი არ ქონდათ ამ პროცესზე და მხოლოდ ამის გახმაურების შემდეგ აქვს რეაგირება, რომ კიდე ერთი წერილი ჩაიტანეს, რომ დღეს, აი დღევანდელ დღეს ჩაიტანეს კიდე ერთი წერილი, რომ ბოლო-ბოლო გაჩერდეს ეს მშენებლობა. ამ წერილშიც არც ერთი სიტყვა, რა თქმა უნდა, არის იმ დანაშაულზე, რაც კულტურული მემკვიდრეობის მე-6 საუკუნის ძეგლის დანგრევით არის ჩადენილი. აი ასეთი სააგენტო გვაქვს. აი ასეთი სამინისტრო გვაქვს და აი ასეთი მიდგომები არის საპატრიარქოში. წლების წინ ინსტიტუციის მაგალითი რომ ყოფილიყო ჭკუის სასწავლებელი ყველასთვის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე საპატრიარქოს მიდგომების შესაცვლელად. დღეს ჩვენ ზღუდერის შემთხვევა არ გვექნებოდა. განადგურებულია მე-6 საუკუნის ძეგლი და ამას ვერაფერი ვერ უშველეს. რა ფულადი იმობილიზებაც არ უნდა მოხდეს, ამ ისტორიას უბრალოდ ვერაფერი ვეღარ გააცოცხლებს. და ესენი აღნიშნავენ გაქრისტიანებიდან 1007 წელს. ეს სამარცხვინო ფაქტი მოხდა მას შემდეგ, რაც 6 წელია გელაძეს ვსაუბრობთ. მას შემდეგ, რაც 2023 წელს ამ სააგენტო თავისი ფუნქციები და მოვალეობები და ვალდებულებები მთლიანად საპატრიარქოს გადააბარა. ხედავთ, რომ ის სტატისტის და კომენტატორის როლშია დღემდე, მაშინ რა არის ამ სააგენტოს ფუნქცია? მე-6 საუკუნის ძეგლია განადგურებული და არც მინისტრის კომენტარი ვიცით დღემდე, არც სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი ვიცით დღემდე გარდა ამ სამარცხვინო განცხადებისა. არც ჯაღმაიძის კომენტარი ვიცით ამ საპატრიარქოსი. მე-6 საუკუნის ძეგლი შეიძლება ვიღაცამ გაანადგუროს აქ ჩვენ თვალწინ და ეს ჩვეულებრივი ნორმა იყოს. სამწუხაროდ ეს ბოლო, მაგრამ არაუკანასკნელი ფაქტია, იმიტომ რომ ჩვენ ამ პროცესს წლებია ვაკვირდებით და მხოლოდ გაუარესებას